მე ვარ ანდრია თევიძე 10 წლის. ვსწავლობ მე-15 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცეკვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. ორი თვე რაც ვთამაშობ ეს ჯორჯიაში. ყავს ორი მწვრთნელი გიორგი მასწავლებელი და ბაჩი მასწავლებელი. უფრო მხიარულია გიორგი მასწავლებელი. ბაჩი მასწავლებელიც მხიარულია, მაგრამ უფრო მომთხოვნია. მე ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი და ჩემი საყვარელი გუნდია ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7-0. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება სისწრაფე. გამოსასწორებელი მაქვს ძლიერი დარტყმა. კი ვთამაშობ დაცვაში, მაგრამ მიყვარს გოლების გატანაც. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 40 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მივრბოდი შევედი საჯარიმოში, ჩააწოდეს და თავით გოლი გავიტანე. ისე კარგად დავარტყე, რომ მეკარე არც გაქანებულა. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. თამაში დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ პსჟ-ში, შემდეგ გადავალ ბარსელონაში. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მეზღვაური. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მოცეკვავე. ცეკვა ახლაც ძალიან მიყვარს. 4 წელი დავდიოდი ცეკვის წრეზე, მაგრამ სამწუხაროდ გამოვედი. კიდევ კარგი ბევრი ცეკვის სწავლა მოვასწარე. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ლეთია ეს. ჩვენ მქონდა კონცერტი, ყველაზე უფრო მომეწონა ბულგარეთის გასტროლი. კარგადაც გავერთეთ და პირველ ადგილზეც გავედით. ჩემს ქორწილში ჩავიცვამ შავი ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვ. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ადრე მყავთ. იმ გოგოს იმიტომ დავცილდი, რომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს. ცოლს რო მოვუყვარ მიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის და ანას. ჩემს ცოლს დავარქმევ ელენეს. ჩემი სკოლა ამიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და მყავს კარგი მასწავლებლები. ადრე ვსწავლობდი 22 საჯარო სკოლაში და ის სკოლაც მიყვარს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თემო გურიძე. ყველაზე ჭკვიანია დავითი. ყველაზე მშვიდია ანა. მე ვარ ყველაზე მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ისტორია. საყვარელი მასწავლებელია გვანცა სალია. იმიტომ რომ კარგად ხსნის გაკვეთილს, მხიარულია და მეგობრული. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყო 15 წლის. იმიტომ რომ ვიქნები უფრო ჭკვიანი და დამოუკიდებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ორი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. მამიკო არის მხიარული, სიმპათიური და მშრომელი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. ძალიან მიყვარს დედა ჩემის გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გამოაცხავს პიცას. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს ვითამაშებდი ბარსელონას გუნდში. წინა მონაწილე უნდა მიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი მესისთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად ჩემი ოცნების საჩუქარია ძაღლი. ბედნიერი ვარ ის მესისთან შეხვედრა, დიდ სტადიონზე თამაში, ბარსელონას გუნდში თამაში და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.